ჯერ ხმა უნდა მოგასმენინოთ და მე ცხადია ვიდეოსაც გაჩვენებ, თუმცა ხმის მიხედვითაც ბევრი თქვენგანი ყოველ შემთხვევაში იცნობს იმ სიტყვების, იმ აზრის ავტორს, რომ აზრსაც ახლა მოგასმენინებთ. მოდით ჩავთოთ თქვენის ნებართვით, ჯერ აუდიო ნაწილი და მე უკვე მოვატრიალებ კამერას და გაჩვენებთ. ვიძახი რა ტიპი არის მე-20 საუკუნეში ჩარჩენილი რა. რა საბჭოთა კავშირში დაბრუნებისთვის მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე რომ საბჭოთა კავშირში საქართველოს არ დაბრუნდება რა და ძალიან ბევრი ადამიანი რა. თავიდან ვიძახი რა ტიპი არის მე-20 საუკუნეში ჩარჩენილი რა. რა საბჭოთა კავშირში დაბრუნებისთვის მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე რომ საბჭოთა კავშირში საქართველოს არ დაბრუნდება რა და ძალიან ბევრი ადამიანი რა. არ მინდა შემეშალოს და არ მეშლება ამას გია უცნობი გაჩეჩილაძე ამბობს არ მეშლება ბუკა პეტრიაშვილს უთქვამს სადღაც რომ თუ არ ვცდები საჯარო სტატუსში, მაგრამ ამას არ აქვს ხა პრინციპული მნიშვნელობა, რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნება შეიძლება მოხდესო, საბჭოთა კავშირი შეიძლება აღდგესო, რუსეთი ცდილობს საბჭოთა კავშირი აღადგინოს. და დამშვიდდეთ უნდა მეგობრებო, რაღაცა ბატონი გაჩეჩილაძე გია უცნობი არის, ესე ვამახიანებთ თან პასუხისმგებელი იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი არ დაბრუნდება. შესაბამისად, მე მგონი რომ ჩვენ აღარ გვაქვს პროტესტის აღარანაირი საფუძველი. ისე ჩვენში დარჩეს და რას ვუწოდებთ გააჩნია საბჭოთა კავშირს. ისე ჩვენში დარჩეს და მართლაც ამ ტოპონიმიკით, ამ სახელწოდებით საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი SSRK არ დაბრუნდება, სოციალიზმი არ დაბრუნდება რა თუნდაც ამიტომ და კიდე სხვა მიზეზების გამო. ისე ჩვენში დარჩეს და რუსეთს და მის შლეგ ლიდერს პუტინს მაგალითად 2007 წელს, 2008 წელს, 2006 წელსაც, 2010-იან წლებშიც და 20-იან წლებშიც მე მგონი ძალიან დიდი ხანია ის რუსეთის ლიდერია. არაერთხელ აქვს დათქვამი 2007 წელს ასე მაგალითად საერთოდაც მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური ტრაგედია, კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევაო, ანუ 90-იან წლებში რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, იმას გულისხმობს და ერთგვარად გვინამიოკებს არ არის თლათ ლიტერატურული სიტყვა მიგვანიშნებს, მოკლედ რომ მე რომ ყოფილიყავი იმხანად საბჭოთა კავშირის ლიდერი, ჩემნაირი კაცი რომ ყოფილიყო, ან საბჭოთა რუსეთის ლიდერი ელცინის ნაცვლად მე რომ ყოფილიყავი, ამას მე არ დაუშვებდიო და აგრეთვე რაზეც მიგვანიშნებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არის ის რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ საბჭოთა კავშირის მსგავსი სხვა სახელწოდებით ვიმეორებ გია უცნობ გაჩეჩილაძეს მიმართოთ მაინც იქნება და ნახოს თავის რესპონდენტებთან ერთად სხვა სახელწოდებით საბჭოთა კავშირის აღდგენას კი ლამობს, ანუ ეს სურვილი აქვს, რასაკვირველია, არა მხოლოდ პუტინს, არამედ მთელ პოლიტიკურ რუსულ ელიტას და გია გაჩეჩილაძეს ერთი წამით რო არ ვენდოთ და ვენდოთ ისტორიკოსებს, ვენდოთ საერთაშორისო მასშტაბის ისტორიკოსებს, საერთაშორისო მასშტაბის ანალიტიკოსებს, პოლიტოლოგებს, ექსპერტებს, პირებს, რომლებიც შიგნიდან იცნობენ რუსეთს, რომლებიც დღენიადაც სულ იმაზე ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობენ, რა აქვს განზრახული რუსეთს. ხო, არ ვიცი, ჩემი რესპონდენტი ყოფილა ამგვარი მაგალითად ფელდშინსკი ასეთი კაცი ისტორიკოსი, რომელიც ამბობდა რომ 90-იან წლებში დასავლეთს რომ ჩაეკლა მათ შორის რუსეთის KGB, ანუ მისი მემკვიდრე არის მოგეხსენებათ FSB რომ ჩაეკლაო, ვინც ის იქნება ასე მდგომარეობამდე არც მისულიყო დღევანდელი სამყარო. ამას ლაპარაკობს იგივე ასევე ჩემი რესპონდენტი ოდესღაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში ბუში უმცროსის დროს მუშაობდა ის კაცი პოლ გობლი, სხვები და სხვები, რომლებიც საუკეთესოდ იცნობენ რუსეთს შიგნიდან. ამას ლაპარაკობს პრაქტიკულად ყველა, ვინც ჯერ არ გამოუცნობებულა, ვინცაც ჯერ კიდევ აქვს აზროვნების უნარი და შესაძლებლობა. და სურვილი რაც თავარი.
კიდევ რას ვუწოდებთ ჩვენ საბჭოთა კავშირს? ეხლა არაფერ შუაში არ არისო, თითქოს ვინმე იტყვის, მაგრამ აი რა არის საბჭოთა კავშირი, როგორც ასეთი, ან სხვა სახელწოდებით საბჭოთა კავშირი? საბჭოთა ურთიერთობები, საბჭოთა ადამიანი რა არის? მაგალითად იცით თქვენ რომ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელად არჩენა უნდა თუ არჩევა უნდა ასეთ იურისტკაც ირაკლი ყანდაშვილს. ირაკლი ყანდაშვილს ეკითხებიან, ამაზე ვიდეო ბლოგი მქონდა მე. ირაკლი ყანდაშვილს ეკითხებიან, იყო თუ არა კონსტიტუციის დარღვევა გასული წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ, როდესაც საკრამან განაცხადა კობახიძე ბანდიტმა, რომ საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესსო. პირდაპირ მნიშვნელობით მატაობს, ვერბალურად მატაობს ეს ირაკლი ყანდაშვილი. ამბობს, იცით თქვენ ვიდეო ბლოგი ჩავწერე, მაგრამ ორი სიტყვით გავიბეორებ თქვენის ნებართვით. მე ევროპის მომხრე ვარ, არა, ევროპის მომხრე რო ხარ გავიგეთ, უცნობის მომხრეა ესე თეორიულად. ხო, გოგა ხაინდრავაც მომხრეა. ალბათ, არა, გოგა ხაინდრავა აღარ არის მომხრე, ან არ არის მომხრე, არც არასოდეს ყოფილა. მოკლედ, ბევრი არის მომხრე, ესე სიტყვიერად, მაგრამ რეალურად ხო მარტო სიტყვა არ არის ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს ხო არ უნდა გამოგვივიდეს, ანუ ფიცსა და მტკიცს უნდა მოსდევდეს საქმე. ხო და ეს ირაკლი ყანდაშვილი მატაობს და ლაპარაკობს, რომ მე ევროპის მომხრე ვარ, მაგას არ გეკითხებით და აი თქვა თუ არა კონსტიტუცია, ისევ მატაობს, ისევ პასუხს ვერ სცემს და ასე შემდეგ, შებორკილი კაცია. ეს ირაკლი ყანდაშვილი იურისტია, არ და აკითხარით წინა ვიდეო ბლოგში თუ წინასწინაში, რომ მხატვარბაც კი, მუსიკოსმაც კი ამ ძალიან ნათელ კითხვას უნდა გასცეს ცალსახა პასუხი. დიახ, რა საკვირველია იყო კონსტიტუციის დარღვევა. და ამას რომ ვერ გასცემს ამ სათანადო პასუხს იურისტი კაცი, მით უფრო ეს არის საბჭოთა კავშირი. ეს არის შეზღუდულობა, საბჭოთა კავშირი არის ყველაფერ სხვასთან ერთად ტვინ შეზღუდულობა, სიტყვათ შეზღუდულობა, იმიტომ რომ გეიმედება კეფის ზურგს უკან დგომი პირთა ჯგუფისა, რომელმაც უნდა გაგათრიოს უკაცრავად მისთვის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელად. არა. და მე ახლა გავიხსენებ, უბრალოდ ჩავხედავ ერთ ჩემი Facebook მეგობრის პოსტს, თქვენის ნებართვით და გავიხსენებ მისი კონკურენტის, ანუ ირაკლი ყანდაშვილის კონკურენტის ვარსახელს. მაგალითად ბოდიშ ვიხდის, არა ამას ნახავთ, ამას გეტყოდეთ მანამდე. მათემატიკის პედაგოგად მომუშავე 14 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი. რა დავაშავე, სახელმწიფო ქონება დავაზიანე, ვინმეს ფიზიკურად შევეხე, სიტყვიერად შეურაცხყოფა მოვაყენე. ამას ამბობს რამაზ მუმლაძე, რომელსაც თბილისის სამოქალაქო სასამართლოს 4 ოქტომბრის ვორონების დაკავებული 14 პირის პროცესი რომ მიმდინარეობს და ამ კაცს სავარაუდოდ პატიმრობას მიუსჯიან, უღარ ჩამაკითხებთ ახლა, ანუ სხვებთან ერთად რა საკვირველია და არც არაფერი დაუშავებია. ირაკლი ყანდაშვილს რომ კითხო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ ამას. ეს კაცი არის თუ არა სინდის პატიმარი. რამდენადაც კეფის უკან დგას, ზურგს უკან დგას ირაკლი კობახიძე მაღალი ალბათობით, ირაკლი ყანდაშვილისა. ის ვერ გეტყვით ამას, დაბეჯითებით. პატიმარზე ვერ იტყვის, ადვოკატი კაცი ვერ იტყვის მართალ სიტყვას. საბჭოთა კავშირი სწორედ ეს არის. გაჩეჩილაზე უცნობ გაჩეჩილაზეს გიას კი არ მიმართავა, არამედ ყველას მიმართავ, ვინც გულში მჯიხს იცემს და გვპირდება, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საბჭოთა კავშირი არ აღდგებაო. რასაც ირაკლი კობახიძე კი არა, ბიძინა ივანიშვილი პირველ ყოვლისა ესესა ნაკებო თუ ნაკები თქვენს მიერ აკეთებს ამ ქვეყანაში უკლებლივ ყველაფერი ანიდან ჰოემდე არის საბჭოთა კავშირი და საბჭოთა ამგვარი ტიპის საზოგადოება მოწყვლადი საზოგადოებაა, რომელსაც რუსეთი ინფილტრირებული ისედაც ჩვენს ქვეყანაში მიერთებს, ფიზიკურადაც მიერთებს, მაგრამ ფიზიკურად ერთ ქვეყანაში რომც არ გაგაერთიანოს, მაინც საბჭოთა კავშირობა იქნება, თუ ნებავთ ასე განმარტავ. ბელარუსი არ არის ფორმალისტური ალსაზრისით საბჭოთა რუსეთის წევრი შემადგენლობაში, მაგრამ საბჭოთა წყობაა იქ. დახუთული წყობაა, არათავისუფალი წყობაა, ადამიანს აქვს, მოქალაქეს აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება არ აქვს და შეზღუდვები. ეს არის საბჭოთა კავშირი, თორე ეხა იქ ის გენერალი შუკოვი დაბრუნდებაო, არავინ არ ამბობს ამას. შუკოვის ნაბიჯვრები არაპირდაპირ მნიშვნელობით ისედაც არიან. როგორც მინდა გავიხსენო ეხლა
იმ ადამიანის ხო ამასობაში აი ეს საგვარია ის ყანდაშვილის ვიდეო ხომ ნახეთ და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის პოსტზე იყრის ის კენჭს მისი კონკურენტი არის ირაკლი ჩომახაშვილი რომლის ვებგვერდის Facebook გვერდი მე არ დამითვალიერებია ამ თავით ვეგეთქვით და მას თავის გუნდი წავს როგორც ჩარლს ერთ-ერთი Facebook ავტორი წერს ამას აი ახლა მე ვნახავ ამ პირდაპირ ის ლინკი ამოცებული ირაკლი ჩომახაშვილისა თქვენთან ერთად დავათვალიერებ კაცის კონკურენტის შეზღუდული ირაკლი კობახიძის ერთი ადგილით წინ წაწეული ირაკლი ყანდაშვილის კონკურენტის გვერდს ირაკლი ჩომახაშვილის გვერდს დავათვალიერებ ახლა თქვენის ნებართვით ერთად დავათვალიეროთ უფრო სწორად აი შევედი არ მინახავს ისეთივე ორი ყური აქვს სხვათა შორის ჩომახაშვილს როგორც ყანდაშვილს მას აქვს დახურული სამწუხაროდ გვერდი ანუ მე არა ვარ რა მისი ფრენდი აქედან უკაცრავად ბოდიში და საუბრობს თავისი გუნდის წევრებზე როგორც ჩანს იმედ არის დიდი გამოცდილებისა და პრაქტიკის მქონე პროფესიონალი უკაცრავად ესე იგი აპინული გვერდი რომელიც არის ის არის 9 ოქტომბრიდან თარიღებული მაგრამ იქ არის სხვა რაღაცეებიც მაგალითად იმედა ბეროშვილზე მისი გუნდის წევრზე თეიმურას კავშბაიაზე მისი გუნდის წევრზე როგორც მე ხვდები ესე იგი ირაკლი ჩომახაშვილს რო უჭერენ ხარს ცალკეული იურისტები ეს ვიდეოებია განთავსებული და ასე შემდეგ მაგრამ თავარი ღირსება ჩომახაშვილისა როგორც მე ხვდები არის ის რომ ის ბევრი ან რამდენიმე დაკავებული პოლიტპატიმრისა და სინდისის პატიმრის ადვოკატია და ეს მაშინ როდესაც მისი კონკურენტი ყანდაშვილი იმასაც კი ვერ ამბობს რომ ეს პირები არიან სინდისისა და პოლიტპატიმრები ადვოკატი კაცი ამას ვერ ამბობს აღარ ლაპარაკობ იმაზე რომ ვერ ამბობს რომ კონსტიტუციის 78 მუხლი დაირღვა ახლა კვლავ დავსვავ კითხვას ოღონდ არ გავიმეორებთ თქვენის ნებართვით აღარ გაჩვენებთ არც მოგასმეინებთ გია უცნობი გაჩეჩილაძის მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე რომ საბჭოთა კავშირი არ აღდგება საბჭოთა კავშირი უკვე აღდგენილია საბჭოთა რუსეთი უკვე არსებობს ინიცის 80-იანი წლების მიწურულზე უარესიც მიწურულის საბჭოთა კავშირზე უარესიც კი დიახ გორბაჩოვზე ბევრად უარესი არა საკვირველია პუტინი ბრეჟნევზე უარესიც არის ასე გეტყვით იმპერიალისტური რუსეთი უკვე არსებობს და ამ იმპერიალისტური რუსეთისაკენ როგორც სახელმწიფოებრივად ისე ეკონომიკური თვალსაზრისით ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით ისე კულტურის თვალსაზრისით ისე განათლების თვალსაზრისით ისე იმ თვალსაზრისით რასაც სპორტთა ხალხთა შორის დიალოგი და მათ შორის ხალხთა შორის დიალოგში სპორტის გამოყენება ჰქვია პოლიტიკის ნაწილია მოგეხსენებათ ხო სპორტის თვალსაზრისით და ასე შემდეგ საერთობრივი რაღაც მატჩების რაღაც ასე შემდეგ გამართვის კუთხით თუ თვალსაზრისით საბჭოთა კავშირის აღდგენა სხვა სახელწოდებით მიმდინარეობს და მე მინდა გითხრათ რომ ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა რომ ასე მოხდეს ეს ერთი მაგრამ ღმერთმა არ დაიფარა ჩვენი ქვეყანა როდესაც როგორც გია უცნობი გაჩეჩილაძე ფიქრობს აზროვნებს რა პარადიგმებშიც რა თვალსაჩინოებშიც აზროვნებს ამ თემასთან დაკავშირებით თუნდაც სამწუხაროდ ღმერთმა არ დაგვიფარა და ასე აზროვნებს გია გაჩეჩილაძეს მინდა კითხება საბოლოო ჯამში ბიზინა ივანიშვილიც რომელიც ამბობს რომ მე ვარ პასუხისმგებელი რომ საქართველოს არ დაბრუნდება საბჭოთა კავშირში მაგრამ რეალურად საბჭოთა კავშირში არ დაბრუნებული ვითომ საქართველოს რეალურად ქმნის საბჭოთა სისტემაზე ბოლო წლებისა საბჭოთა სისტემაზე ბევრად უარეს სისტემას ადამიანის უფლებების შემლახავ გამთელავ სისტემას ქმნის ბიზინა ივანიშვილი ის ანგრევს ადამიანს ის ანგრევს ათეულობით ადამიანს ჩმორად და არამზადად აქცევს და ბიზინა ივანიშვილს საერთოდ უნდა რომ უხმო უპროტესტო ადამიანები იყვნენ ან ეგრეთ წოდებული დაზვოლენი ანუ ნებადართული პროტესტი იყოს თუ რამ იქნება საერთოდ პროტესტის მაგვარი ჩვენ საზოგადოებაში ის იყოს ისეთი რასაც CK უფრო სწორად ქართული ოცნება აუნთებს მწვანეს ასე რომ ამბობენ ანუ მისცემს ამგვარი პროტესტის გამოხატვის უფლებას ცალკეულ არტისტებს ჭყალებში თუ
არტისტებს ბჭყალების გარეშე, ოღონდ უმრავლესობა ცხადია უნდა იყოს მონა და არ არსებობს ქართულ ენაში ასეთი სიტყვა არაქალები არ არსებობს, მაგრამ არსებობს ასეთი სიტყვა არაკაცები. ბიძინა ივანიშვილს სურს ერთი სიტყვა ეს არაკაცების ქვეყანა იყოს ეს, ანუ მეტი წილი 90% იყოს სწორედაც რომ არაკაცი გქონია ჩვენ ამგვარი საქართველო სამწუხაროდ მე-20 საუკუნეში დიდი ხანი გქონია 90-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც მეგობარი მეგობარს ზურგში ლახვარსას არ ტყამდა და როდესაც მეგობარი მეგობარს სასამართლო პროცესზე გამოდიოდა მეგობრის წინააღმდეგ და ამბობდა რომ აი მან მოიპარა, იმან ქრთამი აიღო, ის სუდიკაცია, ის საბჭოთა წყობილებას ებრძვის, ის საბჭოთა ანტისაბჭოთა პროპაგანდის ფურცლებს ავრცელებს, იმან ცუდი რამ დაწერა, ის ნახატი რომელიც იმან დახატა, ის სიმბოლოებით მოიცავს რაღაცა ანტისაბჭოთა სულისკვეთებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი საქართველო გქონია და ასეთ საქართველოს ემსახურება გია გაჩეჩილაძეც, რომელიც პროტესტს არაფერზე არ დააფიქსირებს და თუ დააფიქსირებს, ეს იქნება ნებადართული პროტესტი, რომელსაც რასაკვირველია მერე მის ხმას გაიგონებენ. რაც შეეხება რუსეთს, Россия, границы России, საზღვრები რუსეთისა не заканчиваются нигде. ამბობს პუტინი, ეს უთქვამს პუტინს. გაჩეჩილაძე გიას, ისევე როგორც სხვებს, ეს რასაკვირველია არ უნახავთ, ისევე როგორც არ უნახავთ პუტინის ის ვიდეო, სადაც ამბობს შემდეგ რამეს. Где русский язык? შინარს გადმოგცემთ და ქართულად ვიტყვი აქედან გამომდინარე, რადგან ზუსტი ციტირება არ არის, სადაც არის რუსული ენა, ის სივრცე არის რუსეთი. მართლა ჩელიაბინსკამ გზა გქონიათ. თქვენ და ჩვენ კი აგვანებეთ. თავი კი არა, გვაცადეთ. ხელახლა დაწყება საბჭოთა საქართველოსი კი არა, ნამდვილი დამოუკიდებელი საქართველოს აშენება დაგვანებეთ, ანუ გვაცადეთ, მოგვეცით ამის შესაძლებლობა. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი ჩაიჩოჩებს კი არა, წავა და ხორცმეტები მიხვებიან, ჩვენ უფრო ახალგაზრდები სხვათა შორის და არაჩები თაობის წარმომადგენლები, უფრო დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულები სხვათა შორის და არაჩები თაობის, ანუ უფროსი თაობის წარმომადგენლები, ჩვენ დავიწყებთ ერთად ნამდვილი დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც თავისუფალი იქნება სტერეოტიპებისაგანაც, კომპლექსებისაგანაც, პოსტსაბჭოურობისაგანაც, ფსევდო მით უფრო ავტორიტეტებისაგან და რომლის ამოცანაც იქნება ჯერ მოხვედრა ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში და პარალელურად განვითარება და მუდმივი მოძრაობა, ჩემო თერგო, მოძრაობა და მოძრაობა. რომ უკეთესი და უკეთესი ბედნიერება იყოს ამ ბედნიერების ინდექსი, ბედნიერების კოეფიციენტი, თუნდაც ასე ვიტყვი, იყოს მაღალი. ყველა მოქალაქეში. დავიწყებთ ოღონდ აი ეს დაუსრულებელი ბრძოლა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის პოსტსაბჭოთა ადამიანი, არათუ საბჭოთა, არამედ პოსტსაბჭოთა ადამიანებისა ნაწილის რასაკვირველია, ხო? ეს როგორღაც უნდა დავძლიოთ მათი წინააღმდეგობა. ბიზინა ამ ყველაფრის თავკაცი გამღვივებელი იმ საბჭოურობისა, რომელიც თურმე ჩაბუდებული იყო. ესაა სიმართლე. რა იქნება სათაური? საბჭოთა უცნობი. საბჭოთა უცნობი აქ საბჭოთა კავშირს ქმნის, ან ნერგავს, ან რაღაც გავსი. საბჭოთა უცნობი ეს ორი სიტყვა რო იქნება, აკი გითხარით. ნახვამდის, გაჩეჩილაძე გიას გულისხმობ.